შეგვიძლია. მოგესალმებით. ნამდვილად დამჭირდება თქვენი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ამ ამპულაში პირველად ვარ. უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და მიჩვეული ვარ აუდიტორიაში ურთიერთობას, მაგრამ არა გვაქვს ის ფუფუნება ახლა ქვეყანაში, რომ ჩვენი კომფორტის ზონაში დავჭერთ და რა საშუალებაც გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაციასა, როცა პრობლემებზე არის საუბარი, ვფიქრობ, ნებისმიერი უნდა გამოვიყენოთ და ამიტომ ახლა როგორც არის, ისე მოვახერხებ თქვენთან სათქმელს. ისმის ახლა? კი ბატონო, ეს იგი აქ დამსწრე პუბლიკას მოეხსენება, რომ ხვალ საუნივერსიტეტო საზოგადოება, პროფესორები, მკვლევრები, ლექტორები, სტუდენტები, დოქტორანტები, მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოება, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები იკრიბებიან შვიცაძე თესეუსთან და ცოტა მეტი რომ ვთქვათ თუ რა არის ამისი მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ვართ ქალბატონი ლელა და მე დღეს აქ თქვენს წინაშე. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ სხვადასხვა დაახლოებით ალბათ 9 უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიყავით შეკრებილები და ზუსტადაც იმ გამოწვევებზე მსჯელობდით, რატომაც უნდა შევიკრიბოთ ხვალ კიდევ ერთჯერ და ვთქვათ ჩვენი სათქმელი ღიად და ხმამაღლა და რაში მდგომარეობს ეს. მოგეხსენებათ ალბათ ყველას სმენია, რომ არის რაღაც ერთგვარი სარეფორმო ჯგუფი, იგეგმება უნივერსიტეტების შესახებ რეფორმის ჩატარება, მაშინ როდესაც ქვეყანაში გვაქვს ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს, გვყავს ამდენი დაპატიმრებული ადამიანები, მათ შორის გვყავს დაპატიმრებული სტუდენტები, ჩემი უნივერსიტეტის თესეუს სტუდენტებიც მათ შორის და თუ ადევნებთ თვალს და ან კითხულობთ და დარწმუნებული ვარ ასეც არის, მათი წერილები, მათი გამოსვლები სასამართლოზე კიდევ ერთჯერ გვარწმუნებს, რომ მათი ადგილი საერთოდ არ არის იქ, სადაც ისინი აღმოჩნდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენს გვერდზე იყვნენ და ნამდვილად საუნივერსიტეტო წრეებს ავსებდნენ, მაგრამ დანარჩენებს ახლა ჩვენ ვინც ჯერჯერობით ვართ და ვაძლიერებთ ერთმანეთს, გვაქვს პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ ისე არ ისმის ჩემი აზრით აკადემიის ხმა მთლიანად ამ მიმდინარე პროცესში, როგორც საჭირო არის და მე მგონი ეს უნდა თვისობრივად გამოსწორდეს და ამ ჩვენს მრავალპლასტიან და მრავალშრიან პროტესტს ხვალ კიდევ ერთი კონკრეტული, ასე ვთქვათ, კონკრეტულ სეგმენტზე კიდევ უფრო ხაზგასმით უნდა ვილაპარაკოთ, რაც არის ეს საარჩევნო რეფორმა. მე ახლა როგორც ლექტორი და თან ისტორიკოსი, მედიევისტი ვარ ძალიან სერიოზული დილემის წინაშე, იმიტომ რომ ახლა რამდენიმე დღეში სემესტრი იწყება და მე სტუდენტებთან საუბრობ უნივერსიტეტის იდეაზე, ზუსტად ახლა უწევს ამ გაზაფხულზე უნივერსიტეტის დაარსებაზე, უნივერსიტეტის იდეაზე და ყველას აქ მოგეხსენებათ, რომ ის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენ როგორც გვაქვს, პირმშუარი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული უნივერსიტეტის და ეხლა მე ყველა უნივერსიტეტის მისია და ღირებულებები არ მაქვს ნანახი, მაგრამ საკუთარი უნივერსიტეტის მაქვს და ხაზგასმით წერია, რომ ამ საუნივერსიტეტო დიდი ქარტიის, ღირებულებებისა და პრინციპების გამზიარებელია უნივერსიტეტი და აკადემიური თავისუფლება როგორც ფუნდამენტი ისთვისაც არის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ეს რაღაცები წერია და ლაპარაკი არის
იმ ბოლონიის 900 წლის თავისადმი მიძღვნილ, ასე ვთქვათ, დიდ შეკრებაზე, როდესაც 430-მა უნივერსიტეტის რექტორმა მაშინ თავის დროზე ხელი მოაწერა ამ დიდ ქარტიას და მართლაც შემდეგ ვინც მიუერთდა ამ, ასე ვთქვათ, ქარტიას, ყველანი იზიარებენ ამ პრინციპებს და ეხლა ჩვენ აქ მყოფებს თვითონ ამ ორგანიზატორებს, ამ ვინც აორგანიზებს ამ შემთხვევაში აი ამ ასე ვთქვათ საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ჩვენ ერთი მეორეს რეალურად საკუთარი კომუნიკაცია რა გვაქვს, ვინც ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა ერთმანეთს ეუბნებით, საკუთარ სტუდენტებს ველაპარაკებით, დოქტორანტებს და ასე იკრიბება პრინციპში ეს საზოგადოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უდიდესი გამოწვევა აქვს ამ შემთხვევაში საკუთრივ უნივერსიტეტს და მის აკადემიურ თავისუფლებას, იმიტომ რომ ეს რეფორმა, რომელიც ვახსენე, არის სრულიად გაუმჭვირვალე და ისეთი რამეები გვესმის მის შესახებ, რომელიც ძალიან სერიოზული დაფიქრებას იწვევს ჩვენს დაფიქრებას. რასთან დაკავშირებით? ეს იგი იდეა, რომელიც არის თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი, არის ბუნდოვანი, როგორი წარმოუდგენიათ ამ რეფორმის შემდეგ. როგორ უნდა მიზანი რა არის, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ესეთი პოლიტიკური და სოციალური კრიზისი გვიდგას ქვეყანაში და დიდი შანსი გვაქვს, რომ ეკონომიკურიც წამოგვეწიოს, ისე იზრდება ფასები ყოველდღიურად. აი ამ ვითარებაში რა მიზანს ისახავს ეს რეფორმა? ეს არის ასევე, ასე ვთქვათ, არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, ჩვენ რაც არ უნდა ეჭვები გქონდეს, არ არის მკაფიო პასუხი ამაზე. თვითონ კომისიის შემადგენლობა კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ხსნენია ყოველ შემთხვევაში ის, იმიტომ რომ არ არის ჩართული არავინ, ვინც კარგად იცის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო განათლების ან ორგანიზება, ავტორიზაციის, აკრედიტაციის თუ ასე შემდეგ პროცედურები. ამ მხრივ არ არიან საუნივერსიტეტო დარგის ექსპერტები და არ არიან საკუთრივ სპეციალისტები და პროფესურა და ლექტორები ან მათი რომელიმე ესეთი მეცნიერი, რომელიც მოიტანდა თავის კოლეგებთან საუნივერსიტეტო საზოგადოებას ეტყოდა რა იგეგმება და რატომ იგეგმება. კი, ჩვენ გვინდა დასავლური განათლება, ყველას აქ მყოფს, ეჭვი არ მეყარება, წარმოგვიდგენია, ვიცით ეს როგორია, მაგრამ როგორ ხედავს, რას ხედავს, რა წარმოუდგენია და როგორი უნდა იყოს ეს რეფორმა, ამაზე არავინ არ გვესაუბრება და თან ძალიან უცნაური რომ წარმოვიდგინოთ, რომ სულ არის შესანიშნავი, ასე ვთქვათ, მიზნები და იდეალები, სრულიად არაადეკვატური პერიოდი არის საამისო ჩერჩეული, ესეც არის სერიოზული ფაქტორი და თან ჩართული პირები, ვინც არიან, ვისაც მოიაზრებენ როგორც კომისიის წევრებს, მაგალითად ქალაქ თბილისის მერს, მაგალითად ბატონ რიჟვაძეს, ეს არამარტო შინაარსში, ხო, არამარტო შინაარსში ჩახედვაზე გვაქვს ჩვენ უკვე ეჭვი, არამედ აი ამ გავეშებული ჯენტრიფიკაციის პირობებში, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, არის საუნივერსიტეტო ქონებაზეც დიდი ეჭვი და ამდენად ჩვენ ეს ყველაფერი ვაფიქრებს, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დრაკონული კანონები არის მიღებული, რასის სწრაფით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, როცა იგეგმება ამ უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო რეფორმისაც ასეთი სწრაფი ტემპით ჩატარება, ჩვენ ეს ყველაფერი კარგს არაფერს არ გვაფიქრებინებს. მით უფრო რომ ჩვენივე ქვეყანაში პრინციპში მეცნიერებზე თავის დროზე თავდასხმა მოხდა მუზეუმშიც, კულტურის მუშაკებთან დაკავშირებით რა მოხდა, მერე უხურებთ თეატრებთან დაკავშირებით, უხურებთ საჯარო სექტორთან დაკავშირებით, როგორც
მოხდილი ეს რეფორმა, როდესაც ჩვენ ვისაც ვენდობთ, ვისაც სტუდენტი, ლექტორი, კოლეგა, კვლევრები ენდობიან, ერთი ადამიანი არ არის წარმოდგენილი ამ კომისიაში და არიან თქვათ წარმოდგენილი აი ესეთი ადამიანები უნივერსიტეტის ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღებაში. ხო და აი ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის ირგვლივ რა თქმა უნდა ჩვენ ვსურს რომ მივმართოთ რექტორთა საბჭოსაც იმიტომ რომ არავინ არ იქნება დაზღვეული ახლა ველა ილაპარაკებს იმ მაგალითებზე საერთაშორისო გამოცდილებითაც ავტორიტარული მიმართულებით თუ მიდის ქვეყანა იქ როგორ მიდის უნივერსიტეტზეც შეტევა და ჩვენ ამიტომ გვინდა რომ ყველანაირი რესურსი იქნას ამოწურული ყველაფერი ბერკეტი იყოს გამოყენებული ამიტომ უნდა შევაწყვეტოთ ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებიც იმ თვალსაზრისით რომ ორგანიზებულად მოახერხონ მოითხოვონ რა ვიცი მათი მანდატის საშუალებასაც იძლევა ყველაფერი გააკეთონ და მოგვიტანონ მესიჯი, მოგვიტანონ ინფორმაცია, რას უნდა ველოდოთ და ჩვენ იდეაში არ ველოდებით კარგს არაფერს, მაგრამ ძალიან მე მგონი კარგად გვესმის ყველა აქ მყოფს და კიდე სხვა ადამიანებსაც და მაქსიმალურად ეს აზრი უნდა გავავრცელოთ, რომ უნივერსიტეტი როგორც თავისუფალი სიტყვის, ასე ვთქვათ, კუნძული რამენაირად უნდა გადავარჩინოთ. აკადემიური ავტონომიურობა ლექტორებმა და სტუდენტებმა ერთობლივად უნდა გადაარჩინონ და ამისთვის ნებისმიერი და ეს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, კონკრეტული შინაარსის შემცველი შტრიხი უნდა იყოს იმ საერთო დიდ პროტესტში, რა პროტესტშიც ქვეყანა აგერ უკვე ხვალ მეასედრე იქნება, რაც იკრიბება. მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა და დანარჩენს მერე რა ვიცი, თუ კითხვა-პასუხის რეჟიმი გვექნება, დავამატებ. დიდი მადლობა თეა. მე გავაგრძელებ თეას საუბარს იმით, რომ უნივერსიტეტები ესეთი ავტორიტარული მიდრეკილებები, ავტორიტარული გავლენები, როცა ძლიერდება, უნივერსიტეტები, აკადემია არის ხოლმე ერთ-ერთი პირველი სამიზნე ამ ავტორიტარიზმის გამტარებლების მხრიდან. ჩვენ სამწუხაროდ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც იმ შეხვედრაზე, რომელიც თეამ ახსენა, რომ დაგვიანებულიც კია ახლა აკადემიური საზოგადოების და უნივერსიტეტების რეაქცია, იმიტომ რომ ეს გავლენები ახლა არ დაწყებულა. თქვათ ეს რეფორმა დაანონსებული, რომელზეც თეამ ისაუბრა, ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ჯერ არ ვიცით რას მოიცავს მისი შინაარსი, თუმცა ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ ავტორიტარული ტენდენციების და იმ წნეხის, რომელიც უნივერსიტეტების მიმართ უკვე ხორციელდება. არის ძალიან საერთაშორისო გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებშიც ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ უნივერსიტეტების დაშინების, უნივერსიტეტებზე სხვადასხვა ტიპის ბერკეტების, მათ შორის ფინანსური ბერკეტების და წნეხის გამოყენების გზას. ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის მაგალითად უნგრეთი, სადაც ვიქტორ ორბანის მთავრობამ პირდაპირ შეტევა განახორციელა უნივერსიტეტებზე და ფაქტიურად მათ ძალიან ბევრ უნივერსიტეტს ფაქტიურად დაკარგეს ავტონომია და დაუქვემდებარდნენ სახელმწიფოს მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ ფონდებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საშიშროება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე საქართველოში სხვა სფეროებში განხორციელებული რეპრესიების გათვალისწინებით და საუნივერსიტეტო სფეროში უკვე განხორციელებული სხვადასხვა ზომების გათვალისწინებით, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეს წნეხი უნივერსიტეტებზე. მე მინდა გავიხსენო მაგალითად შარშან ალბათ ბევრს გახსოვთ ილიაუნის ავტორიზაციის პროცესი, რომელიც ესეთი გარკვეული ძალიან პირდაპირ რომ ვთქვათ ესეთი აშკარა დარღვევებით ჩატარდა
და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ის ავტორიზაციის საბჭოს დასკმნა, რომელიც იყო ძალიან უსამართლო და შეუსაბამო წინა პერიოდებში განხორციელებულ ილიანის შემოწმებასთან, ეს სხვათა შორის სააპელაციო კომისიამ უკან დაუბრუნა ავტორიზაციის საბჭოს და ეს ავტორიზაციის საბჭოს ხდომა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო უკვე ორჯერ გადაიდო, რაც სხვათა შორის ჩემი აზრით, არ ვიცი, ახლა შეიძლება ეს ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებ, მაგრამ ჩემი აზრით პატარა გამარჯვებაა, მე მგონი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ავტორიზაციის საბჭოს წევრებს შესაძლოა არ სურთ აი ამ რაღაცა დადგმულ მართულ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ზუსტად კვორუმის არ ქონის გამო გადაიდო ორჯერ ეს ავტორიზაციის საბჭოს ხდომა. რაც შეიძლება ასევე იმას ნიშნავდეს, რომ ეს უნივერსიტეტების მხრიდან პატარა წინააღმდეგობაც კი შეიძლება კარგ ესე იგი დადებითი შედეგი მოგვცეს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო გაძლიერდეს ეს წინააღმდეგობა და გაძლიერდეს როგორც უნივერსიტეტების შიგნით ერთიანობით, ასევე უნივერსიტეტებს შორის ესეთი მდგრადი კავშირების დამყარებით. იმიტომ რომ ანუ ერთია ის, რომ უნივერსიტეტებზე თვითონ და აკადემიურ საზოგადოებაზე შეიძლება განხორციელდეს წნეხი სხვადასხვა მხრივ, მაგრამ მეორეა ის, რომ ამის გარეშეც უნივერსიტეტებს როგორც თეამ თქვა, რაღაცნაირად თავისუფალი აზრის, კრიტიკული აზრის გამავრცელებლებს, ცოდნის მწარმოებლებს აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა და მე ვიტყოდი ვალდებულებაც, რომ უფრო მკაფიოდ გაისმას მათი ხმა ამ მრავალწახნაგოვან და მრავალშრიან პროტესტში და ერთ-ერთი წამყვანი როლი იქისრონ აიღონ თავის თავზე უნივერსიტეტებმა ამ პროცესში. იმიტომ რომ ეს პროტესტი ნამდვილად არის ბევრად უფრო ფართო, ბევრად უფრო მასობრივი, არა მხოლოდ ქუჩაში დგომის და ხანგრძლივობის თვალსაზრისით, არამედ ის, რომ აი თქვა, ბევრი სხვადასხვა კერა არსებობს უკვე პროტესტის, სხვადასხვა ფორმით ხდება პროტესტი, თუნდაც აგერ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ამდენი ხანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ კი უნივერსიტეტს, აკადემიას ექნება ესეთი თავისი ადგილი ამ პროტესტში, მას ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. როგორც ისტორიკოსი დავამატებდი იმას, რომ ეს საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ ადვილად შერჩეული იყო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ამ ჩვენი უახლესი ისტორიამ აჩვენა და შესაბამისად არც ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელს აქ არავითარი დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით არ აქვს, იმიტომ რომ ისტორიამ ეს აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ყველა პროტესტი რეალურად აქ იღებდა სათავეს და ეს ფუნქცია არსებითად უნდა იყოს შენარჩუნებული და დაბრუნებული და ეხლა აქ არ არის უნივერსიტეტებს შორის რაღაცა დაბნის გადაკაჩვის ფუფუნება არანაირი, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ისევე როგორც თქვა 9 უნივერსიტეტის წარმომადგენელი რამოდენიმე დღის წინ შეიკრიბა და თქვა, რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აკადემიის ხმა უფრო კარგად გაჟღერდეს, იმიტომ რომ ამაზე შეტევა მოსალოდნელი იყო უნივერსიტეტზე და რეალურად თუ ბოლო არა, ალბათ ბოლოს წინა, რა ვიცი, მეტი რა რჩება, ბასტიონი არის იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა გადარჩეს ან არ გადარჩეს ქვეყანაში, თუ ამ დინამიკას გავითვალისწინებთ, როგორიც არის. ამიტომ აქ არის ერთობა მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლა თქვენთანაც ვისაუბრებთ, რა ვიცი, სტუდენტებსაც მივმართეთ, კოლეგებსაც მივმართეთ და ვფიქრობთ, რომ თვისობრივად ახალი შინაარსებიც უნდა შეიძინოს რაღაცნაირად
არ უნდა გამოიფიქროს წინააღმდეგობა, ოღონდ ახალი ელფერი შეიძინოს და აი აკადემიის საუნივერსიტეტო საზოგადოების ამ შემთხვევაში როცა ვამბობ ამ საზოგადოებას მე ზუსტადაც ამ უნივერსიტეტის როგორც ამ ეტიმოლოგიას გამოვიყენებდი რაც არის და რა ტიპის რა მნიშვნელობასაც იძენდა ის დასაბამიდანვე იმ შუა საუკუნეებში აი სწორედ ამ გაგებით გულისხმობ ამ დიდ თემს და აი ეს თემი მე მგონი უნდა შეკავშირდეს და ჯერ გაიგოს რას უპირებენ და მერე უნდა ღიად ითქვას რომ საუნივერსიტეტო საზოგადოება ალბათ არ მიიღებს ისეთ არანაირ რეფორმას, ეხლა აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ის ხალხი, ვისაც რაიმე კონკურსის მიმართულებით ეშინია, რომ ობიექტურ კონკურსში საკუთარი პოზიცია დავიცვათ და ასე შემდეგ. არა, ამაზე არ ვლაპარაკი. უბრალოდ რას უპირებენ მთლიანად ინსტიტუციურად როგორ ხედავენ, იმიტომ რომ ლელამ თქვა და ამ ფონდთან დაკავშირებით დავამატებ უნგრეთის ამბავი მე პირადად კოლეგისგანაც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე აი როგორც თესეულა, თქვა რეგიონში ძველი და დიდი უნივერსიტეტი, ესეთი არის ეტოშლორანდის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში და მისი კოლეგები ძალიან დიდხანს რექტორთან ერთად იბრძოდნენ აი ამ წნეხის წინააღმდეგ, რაც მოდიოდა ორბანიდან და როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი, ეს ფონდი, რომელიც ველამ ახსენა, პირდებოდა უკეთეს სამუშაო პირობებს, კვლევისთვის შესაბამის რესურსებს, ფინანსებს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი, უბრალოდ ეს უნივერსიტეტი ძალიან ავტორიტეტული რექტორი ყავდა და ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, კურსდამთავრებულები, რომლებიც გარედანაც ეხმარებოდნენ და პროფესორაც იყო დაჯგუფებული და ახლა სულ ახალი ამბავია, რომ ეს რექტორიც წასულა და ჯერჯერობით კოლეგები ამ წინააღმდეგობას აგრძელებენ, მაგრამ ნუ აი ეს ფინანსები ამათ თვალწინ აქვთ მაგალითი, რომ არანაირი ხელფასები არ გაეზარდა სხვებს, იმიტომ რომ როცა ვითომ ამ ფონდმა მისცა პირობა, რომ ესე იქნება და ესე იქნება, სამაგიეროდ ევროკავშირიდან ნებისმიერი დაფინანსებები მოეხსნათ იმ უნივერსიტეტებს და ასე რომ ეს არის სატყუ არა, რომელიც აგერ მაგალითები გვაქვს, რომელიც ჩვენ არ უნდა გადავყლაპოთ ეს სატყუ არა და იმ დღეს ერთ-ერთი კოლეგა ადგა და რა ძალიან იმედიანი ხალხი ხართ კაცო თქვენო ჩვენ გითხრა სხვა გეოგრაფია აქვს ამ უნგრეთსო და ჩვენ აქ ჩეჩნეთის უნივერსიტეტების ბედი არ გავიზიაროთ, ამიტომ ჩვენ უნდა ორგანიზდეთ ერთმანეთს უნდა უთხრათ ეს მაგალითები, რა ვიცი, ბევრი ვისაუბროთ, სტუდენტს უთხრათ, კოლეგას უთხრათ და ორგანიზებული სწორი ნაბიჯები გადავდგა წინააღმდეგობისთვის. დავამატებ კიდევ აი ამ უნგრეთში ევროკავშირის დახმარება ახსენა, რომელიც შეუწყდათ და ჩვენ ახლა ევროკავშირის წევრები არა ვართ სამწუხაროდ ჯერჯერობით, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ უნივერსიტეტების საფრთხე იმაშიც გამოიხატება, რაც უკვე დაიწყო, რომ საერთაშორისო ბევრი თანამშრომლობა, რომლებიც უნივერსიტეტებს ჰქონდათ, ან წყდება, ან შეწყვეტის გზაზეა და ან მომავალში ვხედავთ უკვე თვალნათლივ, როგორ შეიძლება შეწყდეს და აი სულ რამდენიმე დღის წინ მაგალითად გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა სამეცნიერო თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ და ბევრი ასეთი კიდევ წინ გვაქვს. თუკი, იმიტომ რომ არც ერთ ნორმალურ უნივერსიტეტს საზღვარგარეთ, ნორმალურ დამფინანსებელს არ მოუნდება ავტონომია დაკარგულ და ცენზურის ქვეშ მყოფ უნივერსიტეტებთან და პროფესორებთან თანამშრომლობა, ეს ნამდვილად ფაქტია, ასე რომ ეს ამ გზაზე სიარული ნამდვილად დააზარალებს როგორც იდეურად, იდეოლოგიურად, ასევე ფინანსურადაც პროფესორებსაც, სტუდენტებსაც, აბიტურიენტებსაც და რა ვიცი, მთელ საზოგადოებას საბოლოო ჯამში. ამიტომ ხო, ისევ აუცილებლად გელოდებით ნაწილი ვიცი რომ აქ მოხვალთ ხვალ აუცილებლად და ნაწილს ვისთვისაც უნივერსიტეტის იდეა ძვირფასია, უნივერსიტეტის ავტონომია მნიშვნელოვანია, გელოდებით თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 7 საათზე ძალიან კარგი ამინდი იქნება სხვათა შორის ხვალ გამოცხადებულია 16 გრადუსი და სითბო. კითხები ვინმე ხომ არ უნდა რამის დამატება? დიდი მადლობა. მე მაინტერესებდა უბრალოდ რა ვერკეტი არსებობს გარდა ამ რექტორატზე განცხადების მიმართვის გარდა იმისა, რომ დაუშვათ პროტესტს რო თავი დავარდეთ. იმისა, რომ გაგცენ წესიერი პასუხი საერთოდ რა ხდება ამ კომისიაში და რა უნდა საერთოდ ამ კომისიას. იმიტომ რომ არის მოსაზრება იმაზეც, რომ დაუშვათ ამ რექტორატს მიუწერთ რაღაცას, ეს რექტორატი ან გამოგვეხმაურება, ან არ გამოგვეხმაურება და მე რას ვაკეთებ და ეს არის ჩემი კითხვა. ხო, არ ვიცი, ის რომ ვიღაცა პასუხს გაგვცემს და რაღაცა ტიპის თანამშრომლობა შედგება, ნუ ეჯერებთ თანამშრომლობა ისედაც ჩემი აზრით არ არის პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ პასუხის გაცემასაც ალბათ დიდად ამომწურავი პასუხის გაცემას არავინ ელოდება. მეორეა, საერთოდ არ ვიცით, ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როგორც თეამ თქვა, ეხა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისი არის ქვეყანაში და ამ ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობა არ აქვს აღიარებული შიგნით, ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრს და ქვეყნის გარეთაც არც ერთ პარტნიორს და ამ პირობებში ზოგადად ამ რეფორმის დაგეგმვის და გატარების რეალისტურობას ჩემი აზრით ეჭვქვეშ დგება, ამიტომ მე მგონი ახლა არ ვიცი სიმართლე გითხრა, მე მგონი ვერ ვიტყვით, ახლა რისი გაკეთება შეგვიძლია. ფაქტია, რომ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არა მხოლოდ ამ რეფორმისთვის, არამედ ეს ზოგადად უფრო ფართო სურათს რო შევხედოთ, არის ის, რომ ორგანიზდეს და მობილიზდეს საუნივერსიტეტო საზოგადოება და ის ზუსტად შეხვედრა, რაც თეამაც ახსენა და ჩატარდა პირველად ჩემი აზრით ასეთი ტიპის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ეს ქსელი, დაიწყოს საუბრები იმაზე კი არა, რომ ისინი რა რეფორმას აპირებენ, ჩვენ რა გვინდა და უნივერსიტეტს რა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რა უნდა, ილიაუნის რა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტს რა უნდა, ტექნიკურ უნივერსიტეტს რა უნდა. კერძო უნივერსიტეტებს რა უნდა, რა ინტერესები აქვს, როგორ ხედავთ ჩვენ მომავალს, ამაზე საუბარი კი შეიძლება ახლა ექსტრემალური გარემოებებია და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ რა დროს ამაზე ლაპარაკია, თუმცა მე მგონია, რომ ზუსტად ასეთ თემატურ საკითხებზე გაერთიანება იმის ირგვლივ, რაც გვაერთიანებს, აი საჭიროებო საკითხები, იქნება ეს აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებული, სწავლის შინაარსთან დაკავშირებული, თუნდაც პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული, უნივერსიტეტების კვლევების დაფინანსებასთან დაკავშირებული, აი ამ საკითხებზე რაღაცნაირი პრინციპებზე ჩამოყალიბება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და აი კავშირების გაბმა უნივერსიტეტებს შორის, დისციპლინებს შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის და ეს არის ჩემი აზრით იმისგან დამოუკიდებლად რა რეფორმას აპირებენ, ეს მაინც უნდა გაკეთდეს. მეც შევეცდები, ხა მზაპასუხები ამასთან დაკავშირებით არა გვაქვს, მაგრამ თუ არ ორგანიზდით იმდენად ცუდი პერსპექტივა გვაქვს, რომ ეხლა აქ ერჯერ მაინც ქართველებმაც ბისმარკისეული ჭკვიანის მიმართულებით უნდა ნაბიჯი გადავდგათ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, თუნდაც აგრელი კოლეგების და ჩვენი შეცდომები აღარ დაუშვათ დამატებით. აქ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი თქვენ კითხვასთან დაკავშირებით რაღაც საუბრებში ითქვა, რომ ეს თუ მოხდა, ასე ვთქვათ, მოგუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და აი ფინანსებით მათი დაინტერესება, იქნებ გადადინება მოხდეს კერძო უნივერსიტეტებში და რაღაცა ეს არ არის კარგი იდეა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ უნგრეთში პირიქით, აი მე რომელსაც გეუბნებით, ეს უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მეტად ჭიდაობდა, ასე ვთქვათ,
ავტორიტარული მმართველის წინააღმდეგ. პირიქით სახელმწიფო იყო და კერძო უნივერსიტეტები უფრო ადრე აღმოჩნდნენ აი ამ ფონდის დაქვემდებარებაში და ახლა ჩვენ ეს მისიაც ამ უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო წრეებმა უნდა გავითვალისწინოთ ამ იმას რომ ვართ მიერთებული საუნივერსიტეტო დიდ ქარტიას. პირველი არის რომ ფინანსური, აი პირველი პუნქტი ძირითად ჩამონათვალში არის ეს აკადემიური თავისუფლება და ზუსტად ის რომ ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური გავლენებისგან უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი უნივერსიტეტები და ამ შემთხვევაში ჩვენ ამიცი მე განათლების ყველა მიმართულებით განათლებაში ვმუშაობდი და ჯერა მაინც რომ რაღაცნაირი სათქმელი უნდა ერთმანეთამდეც მივიტანოთ და რაც თავარია სტუდენტებამდეც უნდა მივიტანოთ რომ ეს სანამ აი ასეთ შინდა გარეთაც სხვათა შორის ასეთ არეულ გარემოში ვიმყოფებით უნივერსიტეტი როგორც თავისუფლების კუნძული თუ არ გადარჩა ეს არ არის მარტო ჩემი ლელას და აქ მყოფი ადამიანების პრობლემა ეს საზოგადოების ძალიან სერიოზული პრობლემაა და აი ახლა იმაზე საუბრობდით სანამ აქ დაიწყებოდა ჩვენი ჩართვა რომ რატომ არის ნაკლები სტუდენტი ვიდრე გაზაფხულზე, შაშამ გაზაფხულზე იყო და ერთ-ერთი ის იყო რომ აი ამ გარკვეული ფრუსტრაცია თქვათ აი მიღებული მაინც ამდენი წინააღმდეგობის მერე მაინც მიღებული რუსული კანონი მათ აღიქვეს როგორც აი ჩვენამდენი მიმძოლები და არ გაკეთდა და ეხლა წარმოიდგინეთ ეს კუნძულიც რომ დავკარგოთ და საერთოდ ეს პროტესტი ამდენი შრიანი პროტესტი რომ დაუშვათ რომ არაფერ შედეგს არ დებს ფრუსტრაცია იქნება მართლა სერიოზული და ამას აპათიად შეიძლება მოყვეს რასაც წლები ჭირდა ახლა ისტორიკოსი ვარ და ამ ბევრ მაგალითს არ ჩავავყვები მაგრამ ეს ესე ხდება ამიტომ ჩვენ არა გვაქვს დიდი ფუფუნება იმისი რომ იცი რა მოდი არაუშავს რაღაცა ტიპის შეცდომებს დაუშვებ ან არ ვიბრძოლებ ბოლომდე და რაც იქნება ხო არა გვაქვს ამისი ფუფუნება ჩემი აზრით და ვინ თუ არა საუნივერსიტეტო სივრცემ მაინც უნდა ამ საზოგადოება მაინც უნდა გაისიგრძე განოს რა ტიპის პრობლემები გვიდგას და რაღაც უნდა მაქსიმალური გავაკეთოთ ერთმანეთისკენაც უნდა მოვძებნოთ გზები, ჩვენ სტუდენტებთანაც უნდა მოვძებნოთ გზები და ბოლოს მასე არც თუ ცოტა ადამიანები ვართ თუ მერე თავების თვალზე მიდის საქმე. თავარია ეს შევძლოთ მაქსიმალურად. რამდენი პროცენტი ხარ? არ ვიცი, მაგრამ უნივერსიტეტები შედარებით პროცენტულად ვერ გეტყვით, ეხლა რამდენი ვართ, მაგრამ ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ცოტანი არ ვართ. ერთიანად, თუ ამას მთლიანად ავიღებთ, როგორც პროფესორას, კვლევებს და რაც თავარია ამდენ სტუდენტს. თანაც მე მგონი ცოტა შეცდომა ეს მარტო უნივერსიტეტში არა, ზოგადად საზოგადოებაში რაღაცა ორად დაყოფა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრე არის პოზიციების და როგორც საზოგადოებაში, ასევე მე მგონი უნივერსიტეტებშიც. ანუ ისე არ არის, რომ ვთქვათ, არიან ან თავგადაკლული პროტესტის მხარდამჭერები და ან თავგადაკლული მოწინააღმდეგეები. არის ბევრი ადამიანი, ვინც შეიძლება პასიურად უჭერს მხარს, შეიძლება ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ უნივერსიტეტს როცა რამე დაემუქრება, მაშინ აი ეგ მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ მე მგონი ყველა ამ ტიპის სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირი მუშაობა შეიძლება ხდება სხვადასხვა ტიპის საკითხების აქტუალიზაცია. ზოგისთვის შეიძლება მაგალითად არ ვიცი უნივერსიტეტების აი ჭორი რომ დადეს უნივერსიტეტების გაერთიანება ეგ იყოს ის რაც მას რის მიმართაც პროტესტი გაუჩნდება. შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს აკადემიური თავისუფლების დაკარგვა, ზოგიერთისთვის იყოს ის რომ სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, ანუ ბევრი სხვადასხვა ტიპის საფრთხემ
შეიძლება სხვადასხვა ადამიანს გაუჩინოს პროტესტი. ამიტომ ესე მე მგონი ასე საკითხის დაყენება მე მგონი არ არის სწორი და არც მომგებიანი. და ისიც მე მგონი აი ეს ამდენი სხვადასხვა ჭორები რომ ვრცელდება ერთგვარი მოთელვა. ეხლა ჩვენ ხო არ ვიცით ეს ჭორი რაიმე სიმართლის მარცვალს შეიცავს თუ არ შეიცავს. უბრალოდ მე მგონი ისინჯება სიტუაცია და ნიადაგი რაზე რეაგირებ და რაზე არა და ვფიქრობთ რომ უნდა ვაჩვენოთ რომ რეაგირებთ სწორი მიმართულებით და ერთად თუ დავდგებით ეს რეფორმა მე მგონია რომ აი რაც მოხდა თავის დროზე მუზეუმში, რაც მოხდა მერე კულტურის კინოცენტრში და ასე შემდეგ, მაინც უფრო ცოტა ადამიანი იყო და უნივერსიტეტები ჩემი აზრით ბოლოსკენ მოტოვებული აი ერთიანი სუყერბუკმა ასე ვთქვა და ეს უნდა მაქსიმალურად ჩვენც გავიაზროთ და ამაში უნდა დავინახოთ რატოა ბოლოსკენ მოტოვებული და ამჯერად მაინც ორგანიზდეთ, იმიტომ რომ თუ ბოლოა, ესე იგი ბოლო ბასტიონია და ეს თავისუფალი სიტყვა უნდა დავიცვათ ბოლომდე, რომ საზოგადოება ვინც ჩვენს უკან დგას, რაც მთავარია ახალგაზრდა თაობაზე, მე ხა როგორც ლექტორი სტუდენტებზე ვფიქრობ. ჩემთვის იყო ძალიან შემზარავი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ურჩევ წასვლას, სწავლას სხვაგანაც, ნახვას, თვალსაწიერის გაფართოებას, გაცვლას, გამოცვლას, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა მე აქედან წავალ, ოღონდ ისეთ წასვლაზე როცა საუბრობენ თქვა დოქტორანტები ჩემი ან მაგისტრები, რომელიც არ გულისხმობს დაბრუნებას. ხო, ეს არის ძალიან მძიმე. ხო და ეხლა ეს ხო თქვენც გესმით, არა, სხვასაც ხომ გესმით და ამდენად ეს არ უნდა დაუშვათ, თორე რა თქმა უნდა წავიდეთ და უნდა დავბრუნდეთ ოდისევსი ჩემი საყვარელი პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურაში, მაგრამ აი ეს წასვლა, რომელიც აქედან წავიდე და გავახციო, ხო უბრალოდ ცოტა კიდევაც დაიბნენ გარშემოც მსოფლიოშიც ისეთი სიგიჟეები ხდება, მაგრამ ხო, მაინც არ უნდა მაინც ადამიანს გონია, რომ სხვაგან უფრო იონია და არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ძალიან ბევრი და კარგი ადამიანი და ის ვინც უნდა შექმნას ამ ქვეყნის მომავალი. ხა ეს მე არ ვარ ასე ვთქვათ პათეტიკური ადამიანი დიდად, მაგრამ ეს სიტყვები აუცილებლად მაინც უნდა ვთქვა, რომ მე პირადად მომავალი თაობის პერსპექტივიდან ძალიან ვცდილობ, რომ დავინახო მოვლენები და ამიტომ პირადად მე ლამის არის ინტროვერტი ადამიანი, კინაღა მაგერ აქტივისტად გარდავიქმნენი, რომელიც ჩემი კომფორტის ზონა იყო აუდიტორიაში სტუდენტებთან ურთიერთობა და აი ახლა გავართ აქ ხალხი შეფუთული და რაღაცნაირად ერთმანეთს უზიარებ ჩვენს სადგილას და მე მგონი რომ უნდა ერთად დავდგეთ. შეიძლება რაღაცა გითხრათ? ახოს რომ ჩვენი შეხედულობით ის პროტესტის პარლამენტური პროზიტია დიაბას რატო გეუბნებით ისე ეს რაც ხდება ეს შეუძლია იმიტომ რომ სახელმწიფო ერთი ორგანიზმია და თავარი სისტემა twin role კომბას იწევს მთელი ორგანიზმი იწევს ჩაფრენას დემენცია მიდის და დემენციას მიღება ყველაფერი ეს არის twin დავადებული და ხდება ყველაფერი ეს ჩაფრენა თავარი არის გადარჩი ჩემპიონატი ჯერ უნდა შეიძლება მეტი აუცილებლად სკოლაში ამბეჭერის გულისათვის და უნდა იგდუროთ ზოგადად თქვენ გადარჩენის უნივერსიტეტში მაგას პრობლემა მე ახლა კომუნისტების პერიოდში რაგებად ვიცი როგორ იყო ეს ყველაფერი იყო ცივილი ინტელიგენცია და იყო ნაკლები იყო კომუნისტების დროს თავისუფალი გულზე ეს ეცება სიკვდილი ამსვლელს. ამიტომ ყველაფერი ეს უნდა ემსახურებოდეს ორგანიზმის გადარჩენას. ეგა
თორე ცალკე უნივერსიტეტი ვერ გადარჩინა. ვერ გადარჩინა. ერთიანად ეს ერთი ფლიანი პროტესტი უნდა გაგიჩნდეს. უბრალოდ უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ნაწილი ამ პროტესტის და ერთ-ერთი მამოძრავებელი. ინტელექტს. იმიტომ სკოლები რომ ამ სკოლებში მე მექნებოდა შეკითხვაც და რაღაცნაირად იმიტომ ჩაგიჭრეთ არ მოგეცით საშუალება პასუხის გაცემის, იმიტომ რომ ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ ჯერჯერობით ახლა ჭორები დადის, ხომ არ ჯობია რომ დაველოდოთ რა რეაქცია, რას გამოაგდებს კომისია და მერე კონდეს ამაზე რეაქცია. და მინდა რომ ცოტა მეტი, აი რაღაცნაირად თითქოს ორი მოსაზრება არსებობს. რა ფუნქცია და როლი აქვს სახელმწიფოს ბატონმა რაც ბრძანა ეს უფრო ესეთი ჩვენთან გამოცდილი მოსაზრება რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოს ნაწილია და მეორე როდესაც უნივერსიტეტი არის ცოდნის მწარმოებელი საზოგადოების განვითარების ფუნქცია აქვს და ავტონომიური უნდა იყოს, დამოუკიდებელი უნდა იყოს, უნდა სარგებლობდეს უფრო მეტი აკადემიური თავისუფლებით, ამას აქვს თავისი ფუნქცია და არსად არ უნდა გავყოს სახელმწიფო კრება, ეს უნდა იყოს პირველი, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. და აი ამაზე მინდა რომ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი გავაპროტესტოთ აკადემიამ ის, რომ თუნდაც აი ჭორებით იმართება განათლების პოლიტიკა, ჩვენ არ ვართ ამაში აქტიურად ჩართულები და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროაქტიურები ვიყოთ ამ პროცესში და არა რეაქტიული. მოკლედ ვიტყვი, ეს უკვე ნათია პასუხი გასცა თავის შეკითხვას, მაგრამ ზოგადად უნივერსიტეტშიც და ამ პროტესტშიც ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ პროაქტიულები უნდა ვიყოთ და არა ის, რომ რაღაცა სიგიჟეს გამოაგდებენ და მერე ჩვენ რეაქციას მივცემთ. ეს ერთი, რომ არ აქვს რომ პროაქტიულად ვიმოქმედოთ, მაგრამ მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სულ რო არაფერი ეს რეფორმა, სულ რო თავი დავანებოთ, უკვე არსებული ტენდენციები, უკვე რაც შედეგები, რაც გვაქვს სახეზე, აი თუნდაც ის, რომ აი ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როგორც არ იმართა პროცესი, ის, რომ აი საერთაშორისო თანამშრომლობები საფრთხის ქვეშ დადგა, თუნდაც მანამდეც ბევრი პრობლემა უნივერსიტეტთან დაკავშირებით, დაფინანსებასთან დაკავშირებული იქნება ეს თუ ასე შემდეგ, რაც არსებობდა, უკვე არის იმისი საბაბი, რომ გამოვიდეთ აქტიურად და ეს ერთიანობა ვაჩვენოთ, რაღაც სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის კავშირები დავამყაროთ, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ეს რეფორმა. თუმცა ეს რეფორმაც ის სიტყვები, რაც ითქვა ამ რეფორმასთან დაკავშირებით, თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რა მიმართულებითაც უნდათ რომ წაიყვანონ უმაღლესი განათლება, მაგალითად ის, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ 2 ცენტრი განათლების დასავლეთში, ერთი ქუთაისში და თბილისში, ერთი ის, რომ რაღაცა ითქვა, რომ თესეუს ლექტორები, პროფესორები პოლიტიკურად ანგაჟირებულები თუ იდეოლოგიზირებულები არიან და ამას ბოლო უნდა მოეღოს, ეს ყველაფერი მიუთითებს რაღაცა არასასიკეთოზე და მით უმეტეს ის, რომ რაღაცა ქმედებებიც არის უკვე სახეზე, ბევრ კონკრეტულ მაგალითს უკვე ვხედავთ, ეს უკვე არის იმისი მიზეზი, რომ ესე ერთად რაღაცნაირად გამოვიდეთ და პლუს ასევე, რომ უნივერსიტეტის საფრთხეს თავი რო დავანებოთ, უნივერსიტეტი მაინც ამ საპროტესტო მოძრაობაში რაღაცნაირად ისედაც უნდა ჩანდეს. ერთს დავამატებდი, დეთანხმები, პროაქტიულები უნდა ვიყოთ ნათია და ერთი მთავარია დავსვათ ან სწორი კითხვები. ჩვენ ახლა უნდა მივიმართოთ ამ რექტორთა საბჭოსაც და რა ვიცი, კომისიასაც და საერთოდ საზოგადოებასაც და პასუხის არ გაცემაც გარკვეულწილად პასუხია. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ასევე კოლეგებს საზღვარგარეთ, რაღაცნაირად ვეცადოთ, მოვძებნოთ, რახან ვიცით, რომ ამ ტიპის ფონდი, სიტყვაზე სახელმწიფო ფონდი უნგრეთში იყო ერთგვარი სატყუარა,
ნახოთ თუ არის რაიმე სახის შესაძლებლობები, ხო ითქვა რომ თქვა სახელმწიფოს არ დავაფინანსებ, მაგრამ თქვა საზოგადოებაში საზოგადოებრივ ძალებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახით ევროკავშირი დაეხმარება, ხო ის რაც გაჩერდა დაფინანსებები. არის თუ არა შესაძლებლობა რომ იქნება ამ სეგმენტში აღმოჩნდეს უნივერსიტეტიც და უნივერსიტეტი მაინცა და მაინც უნივერსიტეტზე არ წამოვიდეს ის პირველი წნეხი ფინანსური, რომელიც საერთო ჯამში მოდის. მთავრობას და სამთავრობო სტრუქტურებს უნდა აფინანსებენ, მაგრამ მთავარია რომ უნივერსიტეტებმა ესათუარი, რომელიც არის აი ამ ფონდის მიერ გაკეთებული, თქვათ, უნგრეთში, აქაც არ გადაგზავნეს. თუმცა ეს იქნება ნამდვილად ძალიან ცუდი ნაბიჯი. უნდა გავიგოთ, როგორმე გავიგოთ, რას გვიპირებენ. აი რატომ უნდა ვრცელდებოდეს ჭორები? თუ ესეა, გამოდი და თქვი, კი, ზედმეტია, არ გვინდა ამდენი სტუდენტი, არ გვინდა ამდენი პროფესორი, იქნება კონკურსები, ასეთი და გავაერთიანოთ. ეს რატომ უნდა იყოს ჭორი, თუ ეს ჭორია? თუ მართალია, რატომ არ უნდა იყოს ნათქვამი პირდაპირ და გაჭრილად? რაში დაგზოგეს ეხლა, რომ მაინცა და მაინც აქ იყოს, ხო, დასავლეთში უნდა იყოს ერთი, აღმოსავლეთში თუ ესეა, ხო? ჩემი აზრით ეს უფრო არის მოთელვა სიტუაციაზე, რამდენად ხიზელი არის აკადემიური სივრცე. და თუ აკადემიური სივრცეც არ იქნა ხიზლად, მერე გაგვიბედავენ ყველაფერს. და ეს ნიშნავს გაბედვა საზოგადოებისთვის. თუ ვინმეს თავი მიაჩნია ელიტად ამ სიტყვის კარგი გაგებით, ასე ვთქვათ, როგორც განათლებულ ადამიანებს, მაშინ ამ დონის, ასე ვთქვათ, კრიტიკული აზროვნება მე მგონი აქ ყველას აქვს და ეს უნდა ხო დავფიქრდეთ რა შეიძლება, რა ლოგიკური ჯაჭვი შეიძლება ამას წამოყვეს. რა ვიცი, ზაპასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩვენთვის ესე წარმოვიდგენია. თუ სხვა კითხვები არ არის? ერთადერთი რომ სახელმწიფო მთლიანად უნდა გამოცემდეს, რომ უნივერსიტეტს არაფერი არ ეშუქება. გამორიცხული. მიკროფონი თუ შეიძლება. კი, მეცნიერების აკადემია არსებობს, კი, ოღონდ კი არსებობს ჯერ კიდევ ფინანსდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან და ოღონდ ძალიან აი ცოტა კომიკურ უწყებად შემორჩა მთავრობის თუ რა ვიცი, რაც არის იმის ნებას დაქვემდებარებული. ფაქტიურად არ არსებობს, ხო? მაგრამ ფორმალურად არსებობს, კი, და დაფინანსებასაც მაგაზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტებს აქვს მთლიანად მეცნიერების და კვლევის ფუნქცია შეთავსებული, ოღონდ მაშინ უნდა იყოს რაღაცა დაფინანსებაც ძლიერი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ხო, სხვადასხვა მოდელი არსებობს ამის მეცნიერების დაფინანსების და ორგანიზების. მადლობა, რომ ამ სიცივეში გაგვიძენით და საერთო გასაჭირზე, ასე ვთქვათ, ერთმანეთს აზრები გაუზიარეთ. კიდევ ერთხელ ხარ იყოდით ხვალინდელ ამბავში? კი, ხვალ 7 მარტს 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ვიკრიბებით პროფესორები, ლექტორები, სტუდენტები, განათლების გულშემატკივრები, მასწავლებლები იმისათვის, რომ რაღაცნაირად აკადემიური საზოგადოების ერთიანობა ვაჩვენოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები და შემდეგ შევუერთდეთ საერთო სახალხო პროტესტის მეასე უწყვეტ პროტესტს. ლაივში